თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, შეაჯამა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში თავისი ვიზიტი. ეს კომენტარი ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჩვენ ბრიუსელიდან და მას ახლა შემოგთავაზებთ კურიერშიც არ გასულა ეს კომენტარი, ასე რომ პირველად ნახავთ თქვენ როგორ შეაჯამა თავისი ვიზიტი ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტის კომიტეტმა მიიღო გუშინ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს დაგმილი არის ჩვენი ასოების ხელშეკრულების რატიფიცირება და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს მისცემს ახალი იმპულსს სხვა ქვეყნებს, სხვა წევრ ქვეყნებს, რომ მათაც დროულად მოახდინონ ასოების ხელშეკრულების რატიფიცირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ევროპარლამენტი წელსვე წლის ბოლოს მიიღებს მოახდინოს რატიფიცირება ჩვენი ხელშეკრულების. ახლა მთავარი არის რომ ქვეყანაში ჩვენთან სახში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა იყოს. ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ. აუცილებელი არის რომ ოპოზიცია იყოს კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიც არის რომ ოპოზიცია ნორმალურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და ითანამშრომლოს მთავრობასთან. მე ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ. შერჩევით საამართლოსთან დაკავშირებით იყო გარკვეული კითხვა და გაჩნდა საზოგადოებაში მედიაში რომ თითქოს რაღაც არავითარი კითხვა მათ არ აქვთ, მათ იციან ძალიან კარგად და მათ აქვთ სრული ინფორმაცია. მე მათ კიდევ ერთხელ განვმარტო რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩვენ მათ გახსნილი მთავრობა, პროკურატურა მუშაობს თავისით, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ აქვს, არც ექნება. სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მოსამართლეები არიან თავისუფალნი. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი, რომელიც მან ვიზიტების დასრულების შემდეგ გააკეთა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა, როგორც იცით, 59 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია. დოკუმენტი საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს და შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე უნდა გაითვალისწინოთ. პარალელურად კი პრემიერ-მინისტრი სწორედ ბრიუსელში შეხვედრებს მართავდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ევროკომისიაში. შეხვედრების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგებიც გაიმართა, სადაც ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ასეთი განცხადებებით გამოვიდა. მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც საქართველოს დაახლოვებს მის მთავარ მიზანთან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან. ვაფასებთ საქართველოს წვლილს ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ვულოცავთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიულ განვითარებაში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მომდევნო საარჩევნო ციკლამდე მნიშვნელოვანი დროით ადრე უნდა განახორციელოს ეუთოს და მისი საარჩევნო მონიტორინგის მისიის რეკომენდაციები. ევროკავშირი ხაზს უსვამს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას. პოლიტიკური რევანში, კონფრონტაცია და პოლარიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და ოპოზიციისა და პარტიათა დიალოგისთვის საკმარისი სივრცე უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველოსთვის აუცილებელია გაგრძელდეს მართლმსაჯულების რეფორმა და გამტკიცდეს კანონის უზენაესობა. გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა იყოს სამხილებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მკაცრად დაიცვას სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპები. საქართველოს თავიდან უნდა აიცოლოს პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პროკურორები მკაცრად უნდა იცავდნენ კანონით დადგენილ პროცედურებს და სამხილები მოამზადონ მაღალი პროფესიონალიზმით. პოლიტიკოსებმა კი თავი უნდა შეიკავონ კომენტარებისგან მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო საქმეების თაობაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. მივესალმებით ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს დაარსებას. მოვუწოდებთ საქართველოს განახორციელოს შემდგომი რეფორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, განსაკუთრებით უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით. ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით დე-ფაქტო ადმინისტრაციის მცდელობა შეზღუდოს ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფალი გადაკვეთა. ორმხრივი შეშფოთების საგანია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის სამხრეთ და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის გასაფორმებელი შეთანხმება. ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობას და არ თამაშობს დადებით როლს კონფლიქტის დეესკალაციაში. ჩვენ ვადასტურებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გავზრდით ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს პროაქტიულ ურთიერთობას. ჩვენ ვრჩევით ერთგული საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის ინსტრუმენტების, მათ შორის ჩვენი თავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების და საქართველოში ჩვენი მონიტორინგის
მისიის. Აი ესეთი განცხადებები გააკეთა ფედერიკა მოგერინიმ და ჩვენ ახლა არა მხოლოდ ამ განცხადებებზე, არამედ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე უკვე ვისაუბრებთ დეპუტატებთან ერთად. გიორგი ბარამიძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები. მე დავიწყებ გიორგი ბარამიძით. მოგესალმებით ბატონ გიორგი. ბატონ გიორგი, ვიდრე შევაფასებდეთ ამ განცხადებებს, თქვენ მოისმინეთ ალბათ რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ ის უფრო კონსტრუქციული იყოს. ხართ თუ არა მზად უფრო მეტი კონსტრუქციულობისაგან? მადლობთ მოწვევისათვის. რასაც ფედერიკა მოგერინი საუბრობდა, ეს იყო მოწოდება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ იმთავითვე პირველივე დღიდან თქვით, რომ მზათავართ ყველაფერში დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას, რომ მან არ გადაუხვიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას და გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა. სამწუხაროდ პირველ ეტაპზე საერთოდ გვესმოდა აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მაგალითად ისეთი, რომ ჩვენ გშურს სომხეთის საგარეო პოლიტიკის, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება და ასე შემდეგ. ეხლა უფრო მეტნაკლებად სალაპარაკოსთან ახლო, ასე ვთქვათ, რიტორიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას და მჯერა რომ იგივე 15 ნოემბრის აქციამ თუ ნებისმიერმა სხვა იმ ქმედებებმა, რომელიც განახორციელა ქართული საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, ზემოქმედება მოახდინა ხელისუფლებაზე და ეხლა ასე ვთქვათ, უტიფრად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, მაგრამ სამწუხაროდ ვითარება ქვეყანაში სცილდება სიტყვებს და აბსოლუტურად განსხვავებულია და სწორედ ამაზე მიუთითებდა უმაღლესი კომისარი, როდესაც დგას და ამაზე მიუთითებს თქვენთვის ის ტონიც შესაბამისად, ამის თქმა გინდა თქვენ, იმიტომ რომ ტონი აი იმ განცხადებების, რომელიც მე გავაცანი მაყურებელს, საკმაოდ მკაცრია. დიახ, სწორედ მაგაშია საქმე, რომ იმ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი, ვინც არის მოწოდებული ეურთიერთოს პარტნიორებს, გვეუბნება პირდაპირ, გვერდზე უდგას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური რევანშისგან, არა შურიზიებისგან, რომ პროკურატურაში უნდა იყოს არა პოლიტიკურად მოტივირებული დასაბუთებელი ბრალდებები, რომ სასამართლო არ უნდა განიცდიდეს ზეწოლას დემოკრატიულ და დიპლომატიურ ენაზე, იქ დედას არავინ არ იგინება, ეს ყველას კარგად ესმის, ამაზე მეტ კრიტიკას ვერავინ ვერ იტყვის, როდესაც ესეთი ფართი აუდიტორიის წინაშე ხდება ქვეყნის ვითარების შეფასება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიზანმიმართული დეგრადაცია მიდის სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლის არსებობის და რომლის განვითარების გარეშე ჩვენ ვერ გავწევრიანდებით ევროკავშირში, რომ მაინც ეს პროცესი რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, აი ამ დეგრადაციის პროცესი შევანელოთ, არ მიცეთ საშუალება ივანიშვილს პუტინის გეგმის შესაბამისად ამის გაკეთებისა და რომ მაინც საქართველოს გააგრძელოს ევროპისკენ და ნატოსკენ სვლა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ცალკეული, ასე ვთქვათ, ლიდერები ხელისუფლების და საერთოდ ამას აი ამ კრიტიკას ვერ აღიქვამენ როგორც კრიტიკას და არ აღიქვამენ როგორც სერიოზულ პრობლემას და მიაჩნიათ, რომ თურმე ახლა ჩვენსკენ ყოფილა მოწოდება მოგერინის და არა ხელისუფლებისკენ. ანუ აბსოლუტურად არაადეკვატური აღქმა არის ვითარების. ბატონ გია, სწორედ ამ კრიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არ იღებს ამ კრიტიკას ისე, როგორც უნდა მიიღოს, მოგერინი ასეთ ფრაზებს იყენებდა, როდესაც საუბრობდა და რეკომენდაციებს აძლევდა ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ თავი უნდა შეიკავოთ, ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ უნდა მოერიდოთ ამას და ამას. რას ნიშნავს ეს ფრაზები? ის რომ ის უბრალოდ პრევენციას ახდენს, რომ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს საქართველოში, თუ ის გულისხმობს, რომ ასეთი რამე უკვე ხდება და აღარ უნდა მოხდეს? ცხადია, რომ ასეთი რამ ხდება და არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რაღაცა ჰიპოთეტურ პრობლემებზე ვერ ისაუბრებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ის საუბრობს იქიდან გამომდინარე, რომ ის ამ პრობლემებზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს პრობლემები საქართველოში არსებობს. ბუნებრივია სწორედ ამაზე საუბრო, რატო არ საუბრობს მაგალითად იგივე ენით, როდესაც მოლდოვას პრემიერ-მინისტრი უდგას გვერდით. რატომ საუბრობდა ასეთივე ენით, როდესაც იანუკოვიჩი იდგა იქ?
და სამწუხაროა რომ ასეთივე ენით როგორც იანუკოვიჩს ელაპარაკებოდნენ უკვე ელაპარაკებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და რო იტყვიან ასე თუ გაგრძელდა საქმე ბუნებრივია შესაძლოა რატიფიკაცია მოხდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ რატიფიკაცია მოხდეს. მე ამის ჯერა და წამს რომ ეს შესაძლებელი იქნება დეკემბერში, მაგრამ შემდგომ ვერ წაიწიოს ქვეყანამ იმ მიმართულებით, იმ ტემპით, რამ ტემპითაც უნდა წავიწიოთ. მაგალითად, იგივე რაც შეეხება ვიზის ლიბერალიზაციას და ვიზების გაუქმებას, ახლა დიდი ზარზეებით გადავედით მეორე ეტაპზე, ჩვენ ბევრად ადრე უნდა გადავსულიყავით ამ მეორე ეტაპზე. ანუ ხოხვით სიარული ეს არ არის წარმატება. მე ცოტა სხვა ანალოგიასაც მოვიტან, თუ ველოსიპედით მიდიხარ, შეიძლება სანამ დავარდები, მანამდე ისე შეანელოს სვლა, რომ მაინც თქვა, რომ აი მაინც წინ მივდივარო და მაინც ხომ მივდივარო, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება დავარდე თუ კი ამ ტემპს დაკარგავ. აი ეს არის პრობლემა. ანუ თუ შენ არიარე იმ ტემპით წინ და ასე ვთქვათ ნელ-ნელა აი ეს მექანიზმი რომელიც შექმნილია იმის დეგრადაციას და იმის დანგრევას ახდენ, ბუნებრივია წინ ვეღარ იმოძრავებ და საერთოდ მოხდება სერიოზული რეგრესი. აი ამასთან გვაქვს როდესაც ვაპარაკობთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, არ მოწონდეს სააკაშვილი, აკრიტიკებდეს 9 წლის განმავლობაში ჩვენ სისხლისმით ვიყავით დაკავებული თუ ქვეყნის ინსტიტუტების შენებით და ქვეყნის წინწაწევით და ჯობია თუ არა ქვეყანა 2012 წელს რაც იყო, რაც იმას რაც იყო 2003 წელს, ეს შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ სააკაშვილს და ჩვენ მქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეხლა ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, რომელიც რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, ის რომ მე რაშვაში ვარ. მე საერთოდ მოქალაქე ვარ. თქვით რომ ხელისუფლებამ მოგერინის კრიტიკა უფრო თქვენი მისამართით გაიგო და არ ვიცი თქვენ გქონდათ თუ არა საშუალება მოგესმინათ პრემიერ-მინისტრის კომენტარისათვის თუ როგორ შეაჯამა მან თავისი ვიზიტები და ერთ-ერთი რაც მან თქვა იყო ის რომ წინსვლისთვის რომელსაც თქვენ საუბრობთ საჭიროა ის რომ ოპოზიცია იყოს უფრო კონსტრუქციული. ხო, სწორედ ეს მოვისმინე და ეს არის გასაკვირი, რომ უკუღმა იგებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და ჯიუტად არ უნდა დაინახოს ის რეალობა, რა რეალობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ყველა ჩვენი მეგობარი ეუბნება დიპლომატიური ენით, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, ანუ პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური შურისძიება, შერჩევითი სამართალი, ის რომ პროკურატურა გაქვთ გამოყენებული როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი, ეს არ არის სწორი და ასე ვერ გააგრძელებთ იმ ტემპით სვლას და საერთოდ ვერ გააგრძელოთ, რაც საქართველოს ჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ნატოში გაწევრიანებისთვის. დაგიბრუნდებით, ვნახოთ რას პასუხობს ამ კრიტიკას ზვიად კვაჭანტირაძე. ბატონ ზვიად, მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობის. ბატონ ზვიად, თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ ხელისუფლება უკუღმა იგებს კრიტიკას და ტემპი წინსვლის ეს არის ხოხვით სვლა. მე უპირველესად მინდა მოგესალმოთ ბატონო გიორგი, მოვისალმო თქვენს მაყურებელს და მიულოცო საქართველოს ჩვენი პრემიერ-მინისტრის მართლაც ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში, იმიტომ რომ შედეგები აბსოლუტურად მაგიდაზედებს და ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, მისი უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ასე ვთქვათ მიაღწია გასული 2 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ იმ უმაღლეს წარმომადგენელს, რომელთანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა 2 დღის განმავლობაში და რომელიც ამ სერიოზულ პროგრესს და წინსვლას ხაზგასმით არ აღნიშნავდა, ასე რომ მე ვადასტურებ მხოლოდ იმას, რომ ის, რასაც ეხლა ბატონი გიორგი ბრძანებდა, აბსოლუტურად მოდის წინააღმდეგობაში იმ რეალობასთან, რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში დაფიქსირდა. თუმცა ბატონ ზვიად, ნამდვილად დადებითი შეფასებები იყო და ჩვენ ესეც გავაცანით მაყურებელს, რა თქვა ფედერიკა მოგერინიმ, დადებითი, მაგრამ იყო არ მაქვს პრეტენზია და მე უბრალოდ კითხვა მაინტერესებს თქვენი სხვა კოლეგებით, სხვა არხებით, სხვათა შორის მე უნდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან ობიექტურად გადმოსცემდნენ ამ 2 დღის განმავლობაში რეალობას, რაც ბრიუსელში მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ამისთვის, იშვიათად ვისმენთ ხოლმე თქვენი გუნდისგან ასეთ შეფასებებს. ბატონო ზვიად, მე კიდევ ერთხელ ერთ-ერთი მთავარი
მთავარი რასაც ხაზი გაუსვა დადებიც ფედერიკა მოგერინემ ეს იყო ნამდვილად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა იმისათვის რომ ვიზა ლიბერალიზაცია საბოლოოდ რეალობად იქცეს და ასე შემდეგ თუმცა იყო როგორც ვამბობთ კრიტიკული შენიშვნებიც აი ამ კრიტიკულ შენიშვნებს თქვენ როგორ იგებთ გია ბარამინძე ამბობს რომ თქვენ ის უკუღმა გაიგეთ თქვენ პირადად არა მართლმა გუნდმა და კრიტიკა უფრო ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით და ოპოზიციის მიმართულებით გაუშვით საბედნიეროდ ნაციონალური მოძრაობა აღარ რჩება მხოლოდ ასე ვთქვათ ერთი მოთამაშე ასე ვთქვათ ოპოზიციურ სპექტრში ასე რომ კრიტიკა თუ იყო მიმართული ოპონენტების მისამართით არ ეხებოდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და ასევე თუ იყო მისამართით საერთოდ პოლიტიკური ძალების ეხებოდა ნაწილობრივ რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც მაგრამ ზუსტად იმ მომენტში სადაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კონკრეტული კომენტარი ეს ნამდვილად ეხებოდა ჩვენს ოპონენტებს იმიტომ რომ საქმე ეხებოდა მოწოდებას რომ თავი შევიკავოთ პოლიტიკური რევანშისგან საქმე იმაში რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ჩვენ არანაირი რევანში არ გვესაჭიროება რევანშისთვის იბრძვის და პოლიტიკური ასე ვთქვათ ძალაუფლების ნებისმიერი ასე ვთქვათ ხერხებით დაბრუნებისთვის იბრძვიან სწორედ ჩვენი ოპონენტები და ეს ძალიან თვალნათლივ დადასტურდა ამას წინანდელ მათ პარტიულ შეკრებაზე რუსთაველის გამზირზე და მათი ლიდერის პათოსით და მათი ლიდერის რიტორიკით რომელიც კიევიდან პირდაპირ ჩართვაში იყო ამ ღონისძიებასთან ძალიან კარგად გაიგო საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მოსახლეობამ რა მიზანი ამოძრავებდა სინამდვილეში ჩვენს ოპონენტებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან კარგად გაიგეს ისიც და სხვადასხვა მანამდე გაკეთებულ კომენტარებშიც აზგარდაცვილი ბატონი კახაბენდუგიძისთან მიმართებაში სააკაშვილმა არაერთხელ ხაზი გაუსვა იმას თუ რა გეგმები ჰქონდა მას თითქოს და საქართველოს მიმართებაში ბატონ ბენდუგიძესთან ერთად რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს რევანში არის სწორედ მათი საზრუნავი და ყველაფერს ცდილობენ და აკეთებენ იმისთვის რომ ნებისმიერი ძალით დაიბრუნონ მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ქართველი ხალხი ამას აუცილებლად დაუბრუნდეთ კონკრეტულ თემას რომელზეც ჩვენ რაც შეეხება აი მე მაგათად მაინც ხაზგასმით აუღნიშნო პოზიტივები რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მე წეგან ქათინაური კი არ გითხარით მე გითხარით უბრალოდ ის რომ რეპორტაჟები რომლებიც იყო ბრიუსელიდან მე მივიჩნიე იყო ობიექტური იმიტომ რომ არ იყო იქ ცდელობა მიჩქმალვის ეს არა მარტო თქვენ საღზე ლაპარაკი სხვა არხებზეც ვრცელდება არ იყო არანაირი ცდელობა მიჩქმალვის იმ რეალური სურათისა რაც სინამდვილეში ხორციელდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში. იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, ორივე მიმართულებით, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით, აბსოლუტურად ასე თქვათ თვალნათლივ დავინახეთ ჩვენ რომ იყო ძალიან მაღალი შეფასებები როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ასევე ნატოს ახალი გენერალური მდივნის ბატონი სტოლტენბერგის მხრიდან და არის რეალური კიდევ წინსვლა იმასთან დაკავშირებით რაც შეეხება ნატოსთან ძალიან მჭიდრო ინტეგრაცია საწვრთნელ ბაზას გულისხმობ რომელიც არის განსაკუთრებული მოვლენა და რომელიც იქნება მართლა ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი და რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზულად გასაგებია ბატონსიათ და რაც შეეხება ევროკავშირს და ასოცირების ასე ვთქვათ შეთანხმების ასოცირების საბჭოს მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს დააფიქსირეს კიდე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა რომ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა გასაგებია ბატონსიათ და უნდა გითხრათ რომ ეს საბჭო და თვითონ საბჭოს გამართვის ასე ვთქვათ ფაქტი ჯერ არავის არ ქონია ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის ასეთი საბჭოს მოწვევის პრეცედენტი ეს იყო ჩვენი ძალიან სერიოზული წინგადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი ბატონზიათ დაუბრუნდეთ ბოლო დღეების მოვლენებს თქვენ ერთი დეტალი ახსენეთ როდესაც 15 ნოემბრის მიტინგზე საუბრობდით რომ ყველასთვის გასაგები გახდა თუ რა არის ნაციონალური მოძრაობის რეალური გეგმები რას გულისხმობდით რა არის თქვენი ხედვით ნაციონალური მოძრაობის გეგმა მე გულისხმობდი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებში ძალიან ნათლად ჩანდა რომ ყველანაირი გზით მოახერხონ საზოგადოებაში არეულობის შეტანა და საზოგადოების ამხედრება
მოქმედი ხელისუფლების. ყველანაირ გზაში რას გულისხმობთ? მათ შორის მაგალითად არეულობების მოწყობა შეიძლება რაშიც ბრალსდებთ და პირდაპირ. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ფიქრი არ სჭირდება, თუ კი გადავახვევთ და მოусმენთ ბატონი სააკაშვილის გამოსვლას, თუ კი მოვისმენთ მის ასე ვთქვათ კომენტარს ბატონი ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის პირველ კომენტარს, იქ ყველაფერი თვალნათლივ არის დახატული და მე ვფიქრობ იგი არც მალავს და არც დაუმალია ამის თაობაზე თავისი განზრახულებები. ანუ ანალიზი, რომელიც ხელისუფლებამ ამ გამოსვლიდან გამომდინარე, თუნდაც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან გამომდინარე გააკეთა, ის არის რომ ნათელი გახდა პოლიტიკური რევანში და ნაციონალური მოძრაობა შეიძლება თქვენ ამას გულისხმობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს ხელისუფლების შეცვლას. პოლიტიკური რევანშისგან თავის შეკავების შეგავებასთან დაკავშირებით სწორედ იყო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მიმართული. მე ხო არ ვლაპარაკობ, რომ არ იყო კრიტიკა მოქმედი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მისამართით, მაგრამ ნურციევას ვიტყვით, რომ ის რაც ქალბატონმა მოგერინიმ გააჟღერა თავის გამოსვლაში, ეს იყო მტკიცებულებითი ფორმით, რაღაცის მტკიცება, რომ საქართველოს თითქოს ეს ასე არსებობს. რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიდის ბევრი ინფორმაცია, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალანსებული და ძალიან, ასე ვთქვათ, ნორმალური იყო ის განცხადება და მე არ ამგონია, რომ რომელიმე პუნქტს ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ პუნქტებისგან, რომელიც, ასე ვთქვათ, იყო ჩამოთვლილი ქალბატონი მოგერინის გამოსვლაში. ბატონ ზია, თუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ხედავს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიცია ემზადება პოლიტიკური რევანშისთვის, რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს? ჩვენ გავაგრძელებთ ამომრჩევლების და ხალხის მისამართით გაცემული დანაპირებების შესრულებას და მთავრობა გააგრძელებს თავის საქმიანობას ისე როგორც ამას მოითხოვს ჩვენი ხალხი. კითხოთ გია ბარამიძეს, რას ფიქრობს ის ამ განცხადებაზე? ბატონ გია, თქვენ მოისმინეთ, ზივიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ 15 ნოემბერს გამართული აქციიდან ნათელი გახდა კიდევ ერთხელ თუ რა არის თქვენი პარტიის რეალური მიზეზი, ეს არის პოლიტიკური რევანში. რაც ახლა მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად არაადეკვატურად აღიქვამენ, უკუღმა აღიქვამენ ჩვენი პარტნიორების ნათქვამს. პოლიტიკური რევანში ნახსენები იყო ცხადია ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ ხელისუფლების ხელში არის პროკურატურა და ხელისუფლების ინსტიტუტების მოქმედებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ მოქმედებაზე იყო იქ საუბარი და ეხლა ძალიან რთული არის აქ რაღაცა დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ლექსიკონის თაობაზე გაკვეთილის ჩატარება, მე ამას არ ვაპირებ ნამდვილად, ხოლო რაც შეეხება 15 ნოემბრის აქციას, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება. დიპლომატიური ლექსიკონის გაკვეთილი ზვიად კვაჭანტირაძეს სჭირდება? თელ ხელისუფლებას, იმიტომ რომ უკუღმა იგებენ ნათქვამს და აბსოლუტურად ნათელია პოლიტიკური რევანშის საშუალება ვის აქვს, იმას აქვს, ვინც ხელისუფლებაშია, ბუნებრივია და ეხლა ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი, იმდენად აბსურდია საერთოდ ამ დისკუსიაში შესვლა. ხო, 15 ნოემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ერთიანობა, რომ მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად პოლიტიკური დევნისა, მიუხედავად პუტინის მიერ გამოგზავნილი მილიარდებისა, ქართველი ხალხი ვერც გატეხეს, ვერც იყიდეს, ვერც დააშინეს და ამ აქციამ სხვათა შორის კვლავ დააბრუნა საქართველო, თუ გადახედავდით საერთაშორისო პრესას და მედიას, საქართველო ყურადღების ცენტრში, სწორედ იმ კონტექსტში, რამ კონტექსტითაც უნდა იყოს საქართველო აი ამ დღეებში, როდესაც განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფაზა მზადდება რუსეთის აგრესიისა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო და უკრაინა ერთ ჯაჭვშია, ერთი უბედურების ქვეშ არის, ერთი მტრის და ერთი პრობლემის წინაშე არის, რასაც თავის დროზე ასევე გაგახსენებთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იგივე საერთაშორისო პრესით ამბობდა, რომ არაფერ შვაში არ არის და საერთოდ ცალ-ცალკე არიანო, ხო? და აი ეს როლი შეასრულა ამ აქციამ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთგვარად ზეგავლენაც იქონია პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მკაფიო და ნათელი და ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც მთლიანობაში ჩაჯდა იმ ჩარჩოში, როგორც უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში საქართველოსთან, მაგრამ მაგას მოგახსენებთ, რომ სიტყვა და საქმე აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის ლიტონის სიტყვები, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები დეგრადირდება. დავიწყოთ უგნებად პირველი დემოკრატიული ინსტიტუტი, რაც არის ყველაზე მთავარი, თქვათ, ხო, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის
ინსტიტუტს რას უშვებიან ესენი ყველამ კარგად ვიცით. შემდგომი უშიშროების საბჭო გაანადგურეს, საერთოდ დაშალეს, გაყვეს, ანუ გაანადგურეს და რა ნატოში გაწევრიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. შემდგომ ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე თუ ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ქვეყანას მართავს უფლებამოსილების არ მქონე პირი, საერთოდ არ გაგონილი ამბავია. ძალიან შორს აგვიყვანს ამ დეტალებზე საუბარი და ეს უკვე გადაცემის სხვა თემაა. ზვიად კვაჭატირაძე. არა, როგორ არის სხვა თემა? ზუსტად ის თემა არის, გიორგი, რომ ქვეყანა მიდის წინ ევროინტეგრაციის გზაზე და ნატოში ინტეგრაციის გზაზე თუ უკან მიდის და რატომ მიდის უკან, ამას გიხსნით, რომ ქვეყნის ინსტიტუტები ინგრევა. ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები თუ არა აქვს, ვერანაირ ნატოში ჩვენ ხელმოწერით ან ქაღალდზე რაღაცის ასე ვთქვათ დაფიქსირებით ვერ შევალთ. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე ლაპარაკობს ყველა, სულ მუდმივად. მთელი რეფორმები მიმართული არის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და მე სწორედ მაგას მოგახსენებთ, რომ სიტყვა და საქმე იმიტომ ცილდება ერთმანეთს ამ ხელისუფლებისა, რომ სიტყვით ეხლა ილაპარაკეს ეს და საქმით ქვეყანაში ხდება ის, რომ პოლიტიკური დევნაა, ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები წინ კი არ მიდის და კი არ ვითარდება და შეცდომების გამოსწორება კი არ ხდება, 10-ჯერ მეტი შეცდომის დაშვება ხდება და ინსტიტუტების ნგრევა ხდება. ბატონ გია, რა სიტყვით იმ დადებით შეფასებებზე, რომელიც აგრეთვე იყო ფედერიკა მოგერინის გამოსვლაში, თუნდაც იგივე სავიზო დიალოგის პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შესახებ. მაგაზე მოგახსენეთ, რომ რაც შეეხება დადებით ხარეს, ყველა აღნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი იყო, რომ ჩატარდა არჩევნები და მოხდა მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლების გადაცემა. ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ თუნდაც ჩვენი დავამარცხებით, ჩვენი პარტიით ქვეყანა მივიყვანეთ იმ დონეზე, რომ ერთი პარტია წავიდა, არ გვესიამონა, არ მოგვეწონა, მაგრამ ცივილიზებულად საქართველოს ეს გაკვეთილი გაიარა, ქართველი ხალხის ნება გამოიხატა და შესაბამისად ყველას უნდა ეცა ამისთვის პატივი და ჩვენ ყველამ ვეცით ამას პატივი, მაგრამ ქართველი ხალხის ნება იყო, რომ ქვეყანას გაეგზელებია წინსვლა და არა უკუსვლა. და ამაგაზე მოგახსენებდით, რომ მეორე ეტაპზე ჩვენ დიდი ხნით ადრე უნდა გადავსულიყავით. ჩვენ მოლდოვასთან ერთად უნდა გადავსულიყავით ამ ეტაპზე და ეხლა მოლდოვა ფაქტიურად 2 წლით გვისწრებს, ხო? ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ რაღაცა ინერციით მაინც წინ მივდივართ, მაგრამ როგორც ველოსიპედი, რომელიც სვლას ანელებს, ერთხელ გავჩერდებით, დავარდებით და საერთოდ პროცესი წავა უკან. ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის. ჩანს მაყურებელიც ხედავს, რომ ბატონი ზვიადი აშკარად არ გეთანხმებათ, რაც მოსავლობთ. არ მეტახმება კი არა, ბატონ გიორგი, მე უკვე აღარ ვიცი, როგორ შეიძლება ამდენი ტყუილის ლაპარაკი პირდაპირ ეთერში. აი თუნდაც ბოლოდან დავიწყოთ, მოლდოვას რაც შეეხება. აი რის საფუძველზე ამბობს ბატონი გია, რომ ჩვენ მოლდოვასთან ერთად უნდა წავსულიყავით. თქვენ არიყავით მაშინ მინისტრი, თქვენ მომატყუებინებთ ეხლა მე, მოდით აბა ვთქვათ, როდის დაიწყო მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები და რატომ დაიწყეთ თქვენი მინისტრობის დროს წელიწად ნახევრით გვიან ამ თემაზე საუბარი ევროკავშირთან. რას აკეთებდით? და თქვენ ელოდებოდით, რომ ჩვენ მოლდოვას გავასწრებდით ამ ეტაპზე? და რომ ჩვენ უფრო ადრე მივიღებდით ვიზის ლიბერალიზაციას ევროპისგან, მაშინ როდესაც წელიწად ნახევრით თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩამორჩით ამ მოლაპარაკებების პროცესს. ეხლა არ თქვათ, რომ ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ შემიძლია ზუსტად თარიღებით დაგიდასტუროთ, როდის დაიწყო მოლდოვამ მოლაპარაკებები ევროკავშირთან და როდის დაიწყეთ თქვენი მინისტრობის პერიოდში მოლაპარაკებები 2011 წლის ივნისში და 2010 წლის იანვარში დაიწყო მოლდოვამ ეს მოლაპარაკებები. თქვენ ეხლა მაყურებელს ეუბნებით, რომ თითქოს ჩვენ ჩამოვჭით რაღაცაში. პირიქით, მე ხაზგასმით ვამბობ და სული პასუხისგებლობით, რომ ამ გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენ ისეთი ტემპებით გავაგზავნეთ თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც თქვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნამდვილად არ გქონია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილს უკვე არც ევროპა აღარ აინტერესებდა და როდესაც თქვენ საუბრობთ ეხლა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს თქვენ ისაუბროთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, როდესაც 9 წლის განმავლობაში მიიღეთ ხელისუფლება აბსოლუტურად ავტორიტარული, როდესაც ერთადერთი კაცი იყო ქვეყნის მმართველი, ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავარი პროკურორის, მთავარი არქიტექტორის, მთავარი კონცერტმეისტერიც და ყველაფრის ავანჩავანი ქვეყანაში ერთადერთი კაცი იყო და თქვენ ყველანი ცუცუკებივით უკან დასდევდით ამ კაცს და თქვენ კიდევ ლაპარაკობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საქართველოში და თითქოს ჩვენ უკან ჩამორჩებით რაღაც პროცესებს და უკან მიდის ქვეყანა. თქვენ ესე იგი ეწინააღმდეგებით დღევანდელ გაკეთებულ განცხადებებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, რომელიც უმაღლეს შეფასებას აძლევენ ჩვენს კონგრესს ამ 2 წლის განმავლობაში. აძლევენ უმაღლეს შეფასებებს თუნდაც
თუნდაც საზოგადოებრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების თვალსაზრისით, თუნდაც მედიის თავისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით, თუნდაც ადამიანის უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით ჩვენს გადადგმულობებს. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ ატყუებთ ადამიანებს. ბატონ გიორგი, რა პასუხი გაქვთ ამ საპასუხო ბრალდებებზე, საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც ზვიად კვაჭატილაძემ წაგიყენა თქვენ ის ამბობს, რომ სწორედ თქვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ბევრად უფრო გვიან მოლაპარაკებები და ამიტომაც ჩამორჩა საბოლოოდ. ეს ისტორიული ფაქტია, ბატონ გიორგი, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. შეიძლება რაღაც მიზეზები გამოვძორწოთ და გამოვიგონოთ, თუ რატომ დაიწყო საქართველოს გაცილებით მოლდოვაზე წელიწადნახევრით გვიან მოლაპარაკებების. ბატონ გიორგი, რა პასუხი გაქვთ თქვენ ამ ბრალდებაზე? ეს ასეა, ჩვენ გვიან დავიწყეთ, მაგრამ შემდგომ დავეციეთ მოლდოვას, გვიან დავეციეთ რა, კროსი იყო თუ ველოსიპედი კატაუბრით და თუ შეიძლება თავი შეიკავეთ და აქედან გამომდინარე მოახერხა რომ ამ პროცესს დაწეოდა. ჩვენ მოლდოვასთან ერთად განვახორციელეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ფაქტიურად მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა წინ და რაც შეეხება დემოკრატიულ განვითარებას, არავინ არ ამბობს, რომ საქართველოში იდეალური დემოკრატია იყო, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა, მათ შორის სასამართლოს კუთხით, პროკურატურის კუთხით და მაგას მოგახსენებთ სწორედ, რომ ნაცვლად ამ პრობლემების გამოსწორებისა ჩვენ მივიღეთ გაცილებით უფრო მეტი პრობლემა, გაცილებით უფრო დიდი სირთულე. თქვენ ლაპარაკობთ, რომ სააკაშვილი იყო ყველაფერი, ჯერჯერთი ყველა ადამიანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თავის ადგილზე იყო და მართლა არ იყო მიჩერებული ერთ ადამიანს და ეხლა თუ თქვენ უარყოფთ, რომ ერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ არის უფლებამოსილი, რომელიც საერთოდ უარყოფს, რომ რაიმე პასუხისმგებლობა აქვს, ის არ მართავს ქვეყანას, მაშინ თქვენი გულწრფელობის, ასე ვთქვათ, ზენიტი იქნება და საზოგადოება თვითონ შეაფასებს თქვენ რამდენად გულწრფელი გძალდებით. ეხლა სწორედ მაგაშია პრობლემა, მაგით ვახსენე მე სწორედ, რომ შეიძლება მოგწონდეს არ მოგწონდეს სააკაშვილის მმართველობა, მაგრამ ის იღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, ის და მისი გუნდი და აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდი იღებდა პასუხისმგებლობას, ხოლო დღეს ბიძინა ივანიშვილი კულუარებიდან სრულიად უპასუხისმგებლოდ მართავს ქვეყანას. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უპასუხისმგებლოდ აბსოლუტურად ყოველგვარი თანამდებობის გარეშე, ისე რომ მას ხელები აქვს დაბანილი ყველაფერზე მართავს ქვეყანას. ეს არის პრობლემა. და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ქვეყანაში ინსტიტუტებიც არ ვითარდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა უკან მიდის, ინვესტიციები უკან მიდის, უმუშევრობა იზრდება, ფასები იზრდება, პენსიები არ იზრდება, კრიმინალი იზრდება პრობლემები, ქვეყანაში გაირღვა ქვეყნის ბიუჯეტი. ეს არის ქვეყანა და ეს აინტერესებს ხალხს. ქვეყანა უნდა აყვავებისკენ, განვითარებისკენ მიდიოდეს, ხალხი უნდა საქმდებოდეს და უფრო მეტი წინსვლა უნდა იყოს და არა უკუსვა ყველა მიმართულებით. ეს არის პრობლემა სწორედ. ეხლა თქვენ რამდენიც გნებავთ ილაპარაკეთ სხვადასხვა დარგში ცალკეულ, ასე ვთქვათ, შექებებზე, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანაში ქვეყნის ინსტიტუტები არ ვითარდება და მიდის უკან. ბატონ გია, ვიდრე ბატონ ზვია თქვენ მოგცემდეთ პასუხის საშუალებას, მე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ჩვენ ფედერიკა მოგერინის გამოსვლაზე და განცხადებებზე ვსაუბრობდით და იქ მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ მან იხმარა სიტყვა retribution, ინგლისური სიტყვა, რომელიც შეიძლება ითამაშოს როგორც რევანში, აგრეთვე როგორც ანგარიშ სწორება. ეს უბრალოდ განმარტებისთვის, რომ რამე გაურკვევლობა არ გამოიწვიოს ამ თარგმანმა. ბატონ ზვია, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ანგარიშ სწორება და შურისძიება შეუძლია იმას, ვისაც აქვს სახელისუფლებო ინსტიტუტები. ეხლა როცა გამოდის აგერ ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპარაკობს, რომ თურმე ჩვენ ვაპირებთ ანგარიშს, ჩვენ არ აგვაქვს ხელისუფლება, სახელისუფლებო ინსტრუმენტები. სწორედ მიუთითებდნენ ხელისუფლებას და ეს არის პრობლემა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი მეგობრების რეკომენდაციები და შეშფოთება აღიქვას ადეკვატურად და შეეცადოს სწორი დასკვნები გააკეთოს, ლაპარაკობენ, რომ ესენი ჩვენზე კი არ ლაპარაკობდნენ, რომ აგერ ოპოზიციაზე ლაპარაკობდნენ, ანუ საერთოდ აბსოლუტურად გაუკუღმართებული რეალობის წინაშე გამოსული და ბუნებრივია არ უნდა ველოდოთ რაიმე სერიოზულ გამოსწორებას ვითარების ამ მიმართულებით. მადლობა, მოусმინოთ ბატონ ზვიათ, გისმენთ ბატონ ზვიათ. მე ძალიან დიდ ბოდიში ვხდი, მაგრამ ეს ნამდვილად ჩემი ბრალი არ არის, დიდი ნაწილი
გამოვტოვე, იმიტომ რომ როგორც ჩანს 30 წუთის შემდეგ გაითიშახმა და ცოტა მოგვიანებით ჩავერთე. ჩვენგან დამოუკიდებელი ტექნიკური დეტალია. რაღაც მომენტებზე ვერ მოვახერხო კომენტარის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში ბატონმა გიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ახლა ის პერიოდი, როდესაც ერთი ადამიანი მართავს სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში მან ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება. ეს არის მითი, ჩვენ შესაძლებელია რაღაც პერიოდში არ მართავს ივანიშვილი? ნამდვილად თქვენ არ გმართავს ივანიშვილი? არ მართავს ივანიშვილი. ყუილია? ეს არის მითი, რომელსაც თქვენ ახლებთ ქართულ საზოგადოებრივებას თავს. ეს არ არის მართალი თქვენ ამას. დაკავშირებით და ეხლა შეხედეთ საზოგადოებას თვალში და გაუსწორეთ თვალები და უთხარით რომ ივანიშვილი არ მართავს. და თქვენ გონიათ ხალხი ამას დაგიჯერებს? მე მესმის ბატონო, თქვენი გაღიზეთ. აი გააგზელეთ, კი ბატონო, მოგისმენთ. განსაკუთრებული დამოკიდებულება ბატონო ბიძინა. კი ბატონო, გააგზელეთ, მოგისმენთ, ძალიან საინტერესოა მაგ ზღაპრის მოსმენა. ის არის ის კაცი, ის პიროვნება და ის ადამიანი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც შეასრულა ისტორიული მისია და თქვენ საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოგაშოროთ ხელისუფლებას და მე მესმის, რომ თქვენ გაქვთ განსაკუთრებული მიდგომა და განსაკუთრებული განწყობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. არც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, არც თქვენი კრიტიკა გაუთხებელი და არც ის მითები, რომელსაც თქვენ ვთქვით ბატონი ბიძინას სახელთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ და ბატონ პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, გულწრფელად თავის დამოკიდებულება, როდესაც მას სჭირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რაიმე საკითხზე კონსულტაცია, ის უკან არ დაიხევს, ისევე როგორც ამას არც თქვენ არ აკეთებთ დღესაც, თქვენ ყველაფერს უთანხმებთ თქვენს ლიდერს სააკაშვილს და მე გულწრფელად თუ ჩვენ არ მავლავთ ამას, რომ ჩვენი ლიდერი სააკაშვილია და თქვენი ტყუები და თქვენ მალავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავს. მაგაშია განსხვავება ჩვენ შორის. მე მიმაჩნია გულწრფელად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ჩემი აზრი, მე გეტყვით, რომ მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციები ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის დღესაც მნიშვნელოვანია და ხვალაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანას მართავს. იგი საერთოდ გამორიცხულია მართვის პროცესიდან. ეს არის მყნარი ტყუილი, უსინდისო ტყუილი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას, ძალიან კარგად იცით, რომ ის დგას ყველაფრის უკან, ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების თაობაზე იღებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ვის რა წილები გადაუნაწილოს, ვის რა სფერო გადაუნაწილოს, ვინ მინისტრი დაინიშნოს, ყველაფერს არკვევს და ყველაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის სიმართლე, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და მადლობა ღმერთს ქართულმა ხალხმაც, უდიდესმა უმრავლესობამ შეიძლება ყველამ ვერა, ეს გაიგო ძალიან კარგად. ეს არის სერიოზული პრობლემა. მაგას გეუბნებით, ქართული ხალხი ასევე იმას ხედავს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უკან მიდის. აი ამ პოლიტიკის წყალობით მიდის ქვეყანაში მდგომარეობა უკან. თქვენ ახლა წეგან ტრაბახობთ რაღაც ეკონომიკური მე ჩამოთვალე ბატონო ზვიად ქვეყანაში უმუშევრობა არ იზრდება? ქვეყანაში ინვესტიციებზე პრობლემა არ არის? ქვეყანაში ეკონომიკურად პრობლემები არ არის? ბიუჯეტი წინა წელს არ გაარღვიეთ? ამ წელს არ გაარღვიეთ? გთხოვთ მოусმინოთ ბატონ ზვიადს. ამ წელიწადს პენსიები არ გაზარდეთ, მომავალ წელიწადს პირდებით ხალხს 10 ლარი დგას და სამდილეში დაკლებას მისვენს. კრიმინალი არ იზრდება? უშიშროების საბჭო არ დაანგრიეთ? პროკურატურას არაუფლებამოსილი პირი კრიმინალი არ მართავს? შინაგან საქმეთა სამინისტროს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანი არ მართავს? ქვეყანას აბსოლუტურად არაკომპეტენტური და არაპასუხისმგებლობის არ მქონე პირი არ მართავს? ეს არის პრობლემა. უდიდესი მნიშვნელობისთვის რაც ჩვენ რაც პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან იყო დაკავშირებული ამ ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ამ თემაზე მინდა სწორედ მეც შეკითხვა დაგისვათ, ვინაიდან ჩვენ თავარი მიზანი სწორედ ეს არის. რომ პრაქტიკულად დრო წამართვა, იმიტომ რომ ჩართვა იყო მისი მხრიდან, უშიშროების საბჭოზე იყო ლაპარაკი. ჩვენ უშიშროების საბჭო კი არ დავშალეთ პირიქით, მივიღეთ შესწორებები კანონში და იგი გავაგზავნეთ. გამრავლე და კარგია, უშიშროების საბჭო ბევრი რო არის ალბათ. ჩართულობა იქნება ასევე უშიშროების საბჭოს ასე ვთქვათ მუშაობაში და თუ რატომ მოხდა გამიჯნა ფუნქციების ეს მე მგონი 1000-ჯერ იყო ნათქვამი და ეს ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. სხვადასხვა ფუნქციების მატარებელია დღეს საქართველოს პრეზიდენტი განსხვავებით იმისა, რაც იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა უშიშროების საბჭოს წინა ხელისუფლების და წინა კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში. ასე რომ ეს არის ტყუილი, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ თითქოს და უშიშროების საბჭოს რამდენადაც ვაკრინებთ და ბევრი მსგავსი ასეთი. ეს სულ მალე ახლა გაიხსნება ძალიან სერიოზული ავტომაგისტრალი 50 კილომეტრის სიგრძის.
2 წელიწადში რისი გაკეთებას მოახერხეთ შორტსა დავიწყე ლაპარაკი და თქვენ მაჩერებთ. არა, არ გაგაჩერებთ, კი ბატონო. კი ბატონო. ბატონო შემილია 25 მეტრი 50 კილომეტრიანი გაიხსნება სულ მალე. ეს მასში, როდესაც ჩვენ გულწრფელად თავიდანვე გამოაცხადეთ, რომ პირველი 2 წელიწადი განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სოციალურ პროექტებს, სოციალურ მიმართულებებს, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე მტკივნეული, რაც საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებდა და რა თქმა უნდა მოურჩენელი ტკივილი დღემდე ჩვენთვის არის ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება და აქტიურად შექმნა ახალი სამუშაო ადგილების. ამ კრიტიკას ჩვენ ვიღებთ საზოგადოებისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი ამ მხრივ იქნება სერიოზული გარღვევების წელი და წინსვლის წელი. ბატონო გიორგი? მე მინდა დაუბრუნდეთ თემას, რომელზეც საუბრობთ. მე კონკრეტული შეკითხვა მექნება თქვენთან ბატონო ზვიად. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მას შემდეგ პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ბრიფინგიდან ფედერიკა მოგერინი მაგალითად განაცხადა ასეთი რამ, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია ოპონენტებთან საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რაც ძირ გამომთხრელია ხელისუფლების ძალისხმევისთვის დემოკრატიული რეფორმების ჭრილში. ან ასეთი რამე, საქართველოს თავიდან უნდა აიცილოს პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პროკურორები მკაცრად უნდა იცავდნენ კანონით დადგენილ პროცედურებს და სამხილები მოამზადონ მაღალი პროფესიონალიზმით. პოლიტიკოსებმა კი თავი უნდა შეიკავონ კომენტარებისგან მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო საქმეების თაობაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. როდესაც ევროკომისარი ასეთ რამეს აცხადებს, თქვენ როგორ იღებთ ამას ბატონო ზვიად? ეს არის უბრალოდ პრევენცია და ის ამბობს, რომ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს საქართველოში. თუ ბატონო ზვიად, თუ თქვენ ამას იგებთ ისე, რომ ევროპაში თვლიან, რომ ასეთი რამე უკვე ხდება საქართველოში და ამიტომ მითითებას გაძლევენ, რომ აღარ უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის პრევენციული განცხადებები. ანუ ასეთი რამე ხდება საქართველოში ამ განცხადებებთან იმაჟიოტაჟის ფონზე, რომელიც არის შექმნილი ზოგადად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის ამ წუთში მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ითქვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას ყურადღებით მოусმინოთ და აუცილებლად გავაკეთოთ ადეკვატური დასკვნები აი ამ სიტყვებიდან, რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე დავეთანხმები და აქვე აღვასრულებ, ასე ვთქვათ, ქალბატონ მოგერინის რჩევას და ასე ვთქვათ რეკომენდაციას და ნამდვილად არ მინდა რომ რაღაც სასამართლო პროცესებზე მანამ სასამართლო ასე ვთქვათ მიმდინარეობს და მანამ გამოძიება მიმდინარეობს რაღაც კომენტარები გავაკეთო. ამიტომ და აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყურადსაღებია და მე არ ვიცი ხა თქვენ რომელიც არ უნდა დასვათ აი უბრალოსობის წარმომადგენელი ვინ გეტყვით რომ მაგალითად ის რაც ახლა თქვენ ბოლო ფრაზები წაიკითხეთ ქალბატონ მოგერინის ასე ვთქვათ გამოსვლიდან ჩვენ რაღაც წინააღმდეგობას ხვდებით ამასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია რომ ჩვენ ბევრი რაღაცის მიღება უნდა ვისწავლოთ და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს მოქმედებაში, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ასე ვთქვათ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას მე არ ამგონია რომ ჩვენ სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას პატივს არ ვცემდეთ. დიდი მადლობა ბატონო. და ნამდვილად ვადასტურებთ ამ 2 წლის განმავლობაში იმას რომ ჩვენი ხელისუფლებიდან ნამდვილად თავისუფალია სასამართლო ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან და ზეწოლისგან და ამას საზოგადოებაც ხედავს და ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობა. დიდი მადლობა ბატონ ზვიად, მე მადლობას საზოგადოება და ჩვენი მეგობრები ხედავენ მოკლედ ძალიან გთხოვთ ბატონო გია ჩვენ ვასრულებთ. მოკლე რეპლიკები არის პოლიტიკური დევნა და სწორედ მაგაზე მიუთითებენ ჩვენი მეგობრები და იმასაც ხედავს საზოგადოება რომ აბსოლუტურად არაადეკვატურად აღიქვამთ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, იმიტომ რომ თავის რომ მე რაც ახლა ვილაპარაკე რა არაადეკვატურობის მანიშნებელია, მაშინ ეს თქვენი პრობლემაა. ხოლო ქვეყანაში რომ მდგომარეობა უარესდება, ეს იცის ყველა მოქალაქე. ყველა მიმართულება. ნამდვილად ეს არის ნამდვილად პოლიტიკური პრობლემა და ამის უფლება ნამდვილად გაქვთ. გეცინავდე კრიმინალიზმის იქადაგოთ ის რაც თქვენ გინდათ იმ ფარგლებში რის უფლებასაც ამას თუ ერთმანეთს არ დავაცვით ლაპარაკს და შეეცდებით რომ ჩემი სიტყვები გადაფაროთ ამ პრობლემები არ გადაიფარება ბატონო ჩემო პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, იმიტომ რომ თქვენ ცდილობთ რომ წინ ზუსტად ამ მაგალითი მომეც. თქვენ ცდილობთ რომ სიმართლეს არ გაუსწოროთ თვალი. თქვენ ელაპარაკეთ თქვენ ელაპარაკეთ 15 ნოემბრის შემდეგ, ყველაფერი კარგად არისო.
მაშინ როცა ხალხმა თავის ცხოვრებაზე გამოიყენეთ ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა და ცხოვრება უარესდება და აი ამ ლოზუნგებით გამოიყვანეთ მინიმალური რაოდენობა ადამიანების ქუჩაში თქვენ ამით ავნეთ პოლიტიკურ პროცესებს და კონფლიქტის მოგვარების პროცესებს. მადლობა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს, ბატონ გიორგი ბარამიძეს. ჩვენი დისკუსია და დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ უყურებდით არჩევანს, ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო კვირას, მომდევნო სამშაბათს გემშვიდობებით. ნახვამდის.